საიდან იწყება საქართველოში მეჩეთები და რა არის ამ მეჩეთებში სპეციფიურად ქართული? შემოდიოდნენ სუნიტები, ანგრევდნენ შიიტების მეჩეთებს, შიიტები შემოდიოდნენ, ანგრევდნენ სუნიტების. ეს დოკუმენტი, რომლითაც იგი ამ სოფელს გადაცემს ამ გურგენბეკოს, შედგენილია ტატო ბარათაშვილის ხელით. რა გააკეთა ამ გურგენბეკოვმა? სოფელში არსებული უძველესი ღვთისმშობლის ტაძარი უცებ აამაღლა საკურთხეველი, ანუ სომხურ წესზე გადაიყვანა. რატომ ეშინოდათ სომხებს ასე კათოლიკების არ ვიცი, მაგრამ აი ყველაზე დიდი ჯოხი სომხური ეკლესიისგან გადატყდა კათოლიკებზე. ვერ მიხვდები, რომ ის არის მეჩეთი. ანუ არქიტექტურულად ის არის ჩვეულებრივი აჭარული სახლი. დღეს ეს შენობები დალპა და ეს უნიკალური კარებები, მიჰრაბის, მინბარის დეტალები ყრია ღია ცის ქვეშ. ლპება